დღეს ჩვენ ვესწრებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციას საქართველოში, კერძოდ ხულევში, პირველად ყალიბდება სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ინდუსტრია ახლიდან იქნება ქვეყანაში, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის. საქართველო ფაქტიურად შავი ზღვის აუზში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც არ ჰქონდა ასეთი ტიპის ინდუსტრია და დღეს აი ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ ფაქტიურად ვქმნით არა ერთ ახალ საწარმოს, არამედ ვაყალიბებთ ახალ დარგს. ეს არის ნავთობგადამამუშავებელი დარგი, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია. პირველ ფაზაზე ეს მილიონ ტონაზე მეტ პროდუქციას გამოუშვებს, მაგრამ განსაზღვრულია პროექტის განვითარების რამდენიმე ფაზა, რომელიც საქართველოს მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს და ასევე აქ იქნება წარმოებული პროდუქცია, რომელიც განკუთვნილი იქნება ევროპაში, მათ შორის ევროპაში საექსპორტოდ. ჯამში დაახლოებით 4 მილიონ ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს კომპანია. ეს იქნება სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტი, რომელიც პერსპექტივაში დამატებით შემოსავალს მოიტანს ქვეყნისთვის, ეს გააძლიერებს ჩვენ საექსპორტო პოტენციალს და რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის, მათ შორის რეგიონული დასაქმებისთვის. აქ დღეს პირველ ფაზაზე 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ხოლო ჯამში რამდენიმე 1000 ადამიანის დასაქმება შეძლებს.